დაავადების დღე როდის? 29 სექტემბერს. რაღაც ახოც ხახტები. დროგა ფრინდა. მალე გადის დრო? კი. ნამდვილად. ჩქარა გადის ვერ ამჩნევ ისე გადის დღეები. თვეები. თუნდაც წლებია. ვერს ვფიქრობ? უმეტესად კი. მაგრამ უფრო მშვიდად ყოფნას ვცდილობ. თვალები დავხუჭო და რა აზრით შემოვა გავუშვა და უბრალოდ ვიგრძნო. სიმშვიდე. მერტი სიმშვიდე. და ყველა აზრი გავუშვა თავიდან. და ისვენოს თვითონ. დღის განმავლობაში ბევრი ფიქრი გიწევს უმეტეს. ყველაზე მეტად რა წელს გძნობ თავის შვიდად? როცა ოჯახთან ერთად ვარ, მაშინ ვარ ყველაზე მშვიდად. პირიქით ყველაზე მეტად როდის ხელო. ზუსტად არ ვიცი. აი ხანდახან მეორე დღეს რამე ისეთი თუ ხდება მნიშვნელოვანი ან რამე ეგეთი უმეტესად მაგდროს. ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს როგორ გამოვა მაგალითად მეორე დღეს მაგალითად ანაირად გავუძლებ ამდენას ვთქვათ სადმე თუ მივდივარ მანქანაში ან რა დაახლოებით ეგრე რა საუბრობა რთულია თუ არ დაისვენ და რაღაცა ხო ხანდახან გონია რომ რაღაცას ვერ მოასწრებ და რა სულქების საკეთე, ხო? გრმათის სულქი გამოვისულქე. ადრე რომ დავდიოდი, კი რა, პეტლში რო ჩავჯექი. იმედის მქონდა, რომ წამალი გამოვიდოდა რომელიც ბოლო ჯამში მეორე კიდევ ერთხელ გავივიდი ფეხზე. ერთის იმედის მქონდა მაღაზია.
ბოლო-ბოლო ეს წამლებიც გამოდის უკვე. მედიცინა ძალიან სწრაფად ვითარდება ახლა. და ერთ-ორ წელიწადში უკვე რავი, ძალიან ეფექტური წამლები გამოვა უკვე. რომლებიც დიდი ალბათობით დიდებზეც სწავლა და დიდ ტიუშენის ბავშვებსაც დაეხმარება. დიდი იმედი მაქვს მაგის. ეხლა რაც არის მდგომარეობას უნარჩუნებს. პატარა ბავშვებს კიდევ ვინც ეტლში ჯერ არ არის, სიარულის უნარჩუნებს. ძალიან რა ვიცი, სუნჯეროდა რომ ხელ კიდევ ერთხელ გავივლიდე ფეხზე. მაგის იმედი არ დამეკარგავს არასდროს. ახლა მეგობრების უმეუნოვანა რომ ჩვენთან ერთად კიდევ ფეხბურთი თამაშებ კიდევ და ყველაზე დიდი მოთმინება არის საჭირო. ჩემი აზრით. დრო რო გავა დაუდებით რაღაცა იქნება თუ დაიჯერებ შენ მართლა. საიდან მოვიდა ეს მოთმინების უნარი, სიმშვიდე, რა გაცლოს ამის ძალას? მარტივი არ არის. მოითმინო. რწმენა არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ჩემი აზრით თუ დაიჯერებ შეიძლება ამ წამს არ გამოვიდეს, მაგრამ რო დაიჭთვის სიტყვაზე რამოდენიმე წელიწადში შეიძლება მართლა რამე ისეთი იყოს. ჯერა რომ ერთხელ კიდე გავივლებ ეს. რადგან წარსულში უკვე დავდიოდი. ხანდახან შეიძლება ვიფიქრო რომ რანაირად გამოვა იქ, მაგრამ სულ ვცდილობ რომ რწმენა და იმედი არ დავკარგო. ესე რა ვაკეთოთ? მეურეს. ხანდახან ისიც ძნელი დასაჯერებელია. იფიქრო რომ მე ვარ ერთ-ერთი ვისაც ეს ჭირს. გაბრაზებულ ხარ მაგის გამო სამყაროზე? არა. რახან ისე მოხდა, ესე იგი საჭიროა. ალბათ. ავიდან რომ ჩავჭექი. ჯერ დიდად ისე არ ვიყავი. ტრიალით შემეძლო თვითონ. ლოგიკში და
სხვებისთვის დაძახება არ მჭირდებოდა და არაფერი ეგეთი. მაგრამ ეხლა უკვე ნელ-ნელა ძალას კარგავ მაინც ისეთი დაავადება. ეხლა დამოუკიდებლად ვერ ტრიალდები. ნუ ვერ 5-6 ჯერ მაინც ჭირდება გადატრიალება, რომ ვინმე დამეხმაროს. ერთ პოზაში ვერ ავძლებ ძალიან დიდხანს. ან დედა ან მამა გეხარ. ამ ბებო. გვიკლები ერთ პოზაში დიდი ხანი როცა ხარ და ძნელია ეგ. ანდახან ვცდილობ, რომ ძალიან ხშირად არ გავაღვიძო, მაინც გამოდის, რომ 5-6 ჯერ მაინც ვღვიძე. Все, как отхар. Можно холодио. Аркай. Да. Что ты хочешь? იერუსალიმში ვიყავი, მაქამდე სანამ მეტლში ჩავჯდებოდი და მთელი იერუსალიმი ფეხით მოვიარე. მაგარია, დრო დაფიქრდა. ძალიან დიდი ტერიტორია. ხო. და იქიდან რომ დაბრუნდი მალევე ჩაჩექი? 2-3 წელიწადში. ვინც ეტლში არ ზის ჯერ კიდევ თუ ის ჩვენსავით მდგომარეობის გავლა რო არ მოუწიოთ ძალიან დაეხმარება ეს პრეპარატები. ეტლში თუ ჯაჯექი მე როგორ ძალიან ძნელია. Чем история? Бебо пирекал. სახელმწიფოს ერთი თხოვნა მაქვს. ჩემი მეგობარი ერთი ბექა, რომელიც კორპუსში ცხოვრობს. 5 წელია გარეთ ვერ გავიდო.
იმიტომ რომ არც ლიფტია და არც პანდუსი მოვიდა. Რამდენიმე წელი შეტანილი აქ, მაგრამ ვერ მოხერხდა რომ გაეკეთებინათ, რომ თხოვ რომ გავუკეთოს ამ ბიჭს პანდუსი, იმიტომ რომ 5 წელი რა ვიცი, სახში რო იყო და გარეთ ვერ გახვიდე, გაგიჩნდები კიდევაც ალბათ, რა ვიცი. ძალიან დიდი გამძლეობა აქვს. მეკობრა ბეკასთან? დიახ, სოციალურ ქსელში დავუმატე. დავუმეკობრე. ანდახან წერფოლი. პირადად არ შეხვედრე. ვერო. კორპუსი არ არის ადაპტირებული და პირადად რო შევხვედრილიყავ, გამხარდებოდა.